მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით საჯარო გაშლის ახალი ვიდეოთი. პირველ რიგში მოგიკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩემი ამდენი ხნის პაუზის მერე მაინც აქტიურად რჩებოდით კომენტარებში. მახსენებდით თუ როგორ ელოდებით ჩემს ვიდეოებს და მოკლედ დაგიბრუნდით. დღევანდელი საჯარო გაშლის თემა იყოს თუ როგორია ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრება ახლა და ამჟამად. ეს გაშლა არის იმ ადამიანებზე, ვისთანაც აღარ გაქვთ კომუნიკაცია და მოდი გამოვიყენებ უშუალოდ პირველი ვარიანტისთვის იყოს აი ეს გრინვიჩის დასტა და არ ვიცი ეს ჩანს აი აქ ჩანს და მეორე ვარიანტისთვის იყოს აი ეს დასტა. ხედავთ ხო? პირველი და მეორე. ანუ მინერალებს არ გამოვიყენებ, იმიტომ რომ თვითონ დასტები განსხვავდება. პირველი და მეორე. მინერალს, მაგრამ მოკლედ. დავიწყოთ. პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ. რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ეხლა და ამჟამად. ჯერ გავიგოთ თვითონ ადამიანი, მისი სიგნიფიკაცია, რომ გამოვერკვეთ სწორად ჩაიფიქრეთ თუ არა ეს ადამიანი. ეს ვარიანტი. თვითონ სავარაუდოდ ეს ადამიანი ვინც ჩაიფიქრეთ, არის ადამიანი, რომელთანაც საკმაოდ ხანგრძლივი და სტაბილური ურთიერთობა უნდა რაღაცა ცოტა ესე კარგად ჩანს უკეთესად. ხანგრძლივი ურთიერთობა გქონდათ, წესით და რიგით, რომელთანაც ურთიერთობა ისე გაწყვეტეთ, რომ საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ ხედავთ, საერთოდ აღარაფერი აღარ გესმით მის ცხოვრებაში, რა და როგორ არის. წესით და რიგით არ გამოვრიცხავ, შეიძლება ან ოჯახის წევრები იყავით, ყოფილი პარტნიორები, ან მეგობრები ძალიან დიდი ხნის, ბევრი წლის მეგობრობა გაკავშირებდათ, პარტნიორი. მოკლედ რაღაცა ძალიან სტაბილური და ჰარმონიული იყო ეს ურთიერთობა, უბრალოდ აი ესე ერთი ხელის მოსმით ეს სიტუაციები დამთავრდა, ხო? აი სავარაუდოდ ესეთი ადამიანი გყავთ ახლა ჩაფიქრებული. მოდი ვნახოთ რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში ახლა და ამჟამად. რა ხდება? და მოდი ვიკითხოთ, უშუალოდ თქვენთან დაკავშირებით ახლა ამ ადამიანს რა განწყობა აქვს. აი ახლა. მიუხედავად იმისა, რომ დასრულებულია თქვენი ეს ურთიერთობა, უბრალოდ ჯერ დავფარავ არკანებს და მე ამოვატრიალებ, ჯერ ამაზე ვისაუბრებ. კარგი. Ну, ეხლა თვითონ ამ ადამიანის ცხოვრებაში რა ხდება? პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ არის მის ცხოვრებაში გარკვეული ისეთი გარემოებები და სიტუაციები, რითიც ცოტა არ იყოს და უკმაყოფილოა, იმიტომ რომ თითქოს არის მის გარემოცვაში ისეთი სიტუაციები, რასაც არ გააჩნია ამ ადამიანს თანხმობა, რაზეც შინაგანი კონფლიქტები აქვს. თითქოს ადამიანი თვლის, რომ უფრო მეტს იმსახურებს, უფრო მეტი უნდა და ობიექტურადაც და სუბიექტურადაც რეალურად ეხლა რო შევხედავ, ეხლა აქ ამ არკანებს, ხო? ჩანს, რომ რეალურად ადამიანს აქვს გარკვეული ისეთი გამოცდილება დაგროვებული თუ რაღაც ისეთ ლეველზეა, ასე ვთქვათ, ისეთ ეტაპზეა მისული ეს ადამიანი, რომ რეალურად კი, რატომაც არა, შინაგანად მზად არის, რომ უკეთესი რეალობა მოიზიდოს თავის ცხოვრებაში. უფრო მეტად ეს მგონია, რომ შეიძლება მის სამსახურებრივ და კარიერულ მდგომარეობას ეხებოდეს. ეხლა რო გითხრათ, რომ რაღაც ძალიან დრამატული ხდება მის ცხოვრებაში, ასე ნამდვილად არ არის. უბრალოდ ადამიანს აქვს თავისი ამბიციები, თავისი გეგმები, მიზნები და რაღაცები, რომ დროში იწელება
გაგრძელება, აი ამ ფაქტის მიმართ ცოტა უნებისყოფობის მომენტი ჩანს, უკმაყოფილების, იმიტომ რომ სწრაფად უნდა ამ ადამიანის ცვლილებები, უნდა რომ ყოველფერი დროზე ჩქარა მალე ხდებოდეს. და უფრო მეტად ეგ მომენტი ჩანს რა, თორე ხა რო გითხრათ რომ რაღაცა ძალიან კონფლიქტშია, ან რაღაცა ძალიან დიდი უბედურება მის ცხოვრება, არა. ну, ყველაფერი კარგად აქვს, თითქმის უბრალოდ უნდა რომ ჩქარად და სწრაფად მიდიოდეს პროგრესი მის ცხოვრებაში. ეხლა ვკითხოთ თქვენთან ადამიანი. რა განწყობით არის? იცი რა, მე ხო არ ვიცი თქვენ ეხლა ეს ვარიანტი ვიზეთ ჩაიფიქრეთ. მაგრამ ვიზეც არ უნდა ჩაგეფიქრებინათ. ეგეთი პასუხი ამოდის, რომ აი დრო რო გავიდა და საერთოდაც მე მგონია რომ ეს კარგი ხნის დასრულებული ურთიერთობა, აი რამდენიმე წელი ან რაღაც. თითქოს კიდე ხელახლა აწონდა-წონა ადამიანმა სიტუაციები. მომხდარი, რაც თქვენ შორის იყო, ქონდა ეგეთი პერიოდიც, რა, აი თავიდან გადააფასა და აი ცხელგულზე კი აღარ ფიქრობდა, არამედ აი ესე მშვიდად დაჯდა, დაფიქრდა, გაიაზრა, მაგრამ იყო რაღაცა მომენტები, რაშიც ჩათვალო, რომ ზედმეტად მკაცრად მოგექცათ, ნამდვილად იყო ეგეთი სიტუაციებიც, მაგრამ აი დღესაც ეს ადამიანი ფიქრობს, რომ დრო რო უკან დაბრუნდეს და შესაძლებლობა რომ მქონდეს რაღაცების შეცვლის, მაინც იმას გააკეთებდა, რაც ქნა, იმიტომ რომ აი თავისი სიმართლე აქვს ამ ადამიანს, აი რაღაცასთან მიმართებაში არის ძალიან ხისტი, ძალიან პრინციპული და აი თავისი პრინციპების და ღირებულებების დაცვისთვის გააკეთა ის, რაც გააკეთა რა ამ ადამიანმა და ძალიან ისეთი ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს ამ ადამიანს. ანუ ამ ადამიანის მხრიდან რაღაცა ბოდიში, შერიგება, ეგეთებს არ მოელოდებოდეთ. არა, ანუ დასრულდა მისთვის მთლიანად თქვენთან ურთიერთობა. ანუ აღდგენა ეხლა აქ არ ვიცი, არსებობს იმის შანსი, რომ პირველი ვარიანტის ადამიანი და თქვენ რო შერიგდეთ, არსებობს ეგეთი პერსპექტივა. იცით, თქვენ ორში რომელიღაცას გაქვთ ძალიან დიდი მიჯაჭვობა, რომელიღაცა თქვენთაგანს ძალიან უჭირს გაშვება ამ ურთიერთობის და აი ამ სიტუაციის, მაგრამ მაინც გონია რომ არა, შერიგებას მე აქ ვერ ვხედავ რა. უბრალოდ სავარაუდოდ თქვენ ხართ ის ადამიანი, ვისაც უჭირს ჩაჭრას ეს საერთოდ აქ მე ვხედავ, რომ თქვენ უფრო დაგაწვათ აი ეს სევდა თუ ტკივილი თუ პასუხისგებლობა თუ რა ვიცი, აი ამ ურთიერთობამ რაც სიმძიმე დატოვა, უფრო მეტად თქვენ მხრებზე გადაიარა ამ ყველაფერმა. საერთოდაც მე მგონია, რომ აქ ცოტა კარმული ამბავიც არის. და უნდა გაგევლოთ ეს გზა თქვენ ორივეს. კი ბატონო. კი ბატონო. ეს ადამიანი, ვინც ახლა თქვენ ჩაიფიქრეთ, თქვენს ცხოვრებაში მოვიდა, იმიტომ რომ თქვენ გჭირდებოდათ ეს ადამიანი. ანუ მას იმდენად არ სჭირდებოდით თქვენ, ანუ სწორად გაიგეთ რა, ანუ მე ვსაუბრობ აი სუფთად კარმულ ასპექტში რა. ანუ თქვენ გჭირდებოდათ, რომ უფრო მეტად გაზრდილიყავით რეალურად და დაგემუშავებინათ თქვენი პიროვნების ის უხეში მხარეები, რაც გაგაჩნიათ, რომ უფრო რბილი ხასიათი გქონოდათ, უფრო მიმტევებელი ყოფილიყავით. ამ ადამიანის, ანუ თვითონ მე საუბრობ, როგორც აი სულები ერთმანეთს ხო შემთხვევით არ ხვდებით.
რა ურთიერთობაშიც არ უნდა ვიყოთ, იქნება ეს ოჯახის წევრი, პარტნიორი, მეგობარი, თანამშრომელი, მეზობელი, აი ნებისმიერი ურთიერთობა გადაკვეთა ადამიანთან როსო გააქვს. ყოველთვის ხდება ან შენასწავლი ამ ადამიანს რაღაცას, ან ის გასწავლის შენ რაღაც. ამ შემთხვევაში თქვენ როგორც სულები ახლა და ამ ინკარნაციაში, იმიტომ შეხვდით, რომ ამ ადამიანს თქვენთვის უნდა ესწავლებინა, როგორ დაგერბილებინათ თქვენი ხასიათი, როგორ დაგემუშავებინათ აი ეს თქვენი ხასიათის სიხისტე. თუ აქ მიყურებთ ქალბატონები, შეიძლება საკმაოდ ისეთი ხისტი ხასიათის ქალები იყოთ, საკმაოდ მასკულინურებიც, თუდად არ გამიგოთ და არ მიწყინოთ, მაგრამ ნუ რაღაც ეგეთი ენერგიები ჩანს, რაღაც ძალიან ისეთი ცივი და უხეში და ნუ რაღაცა ითითქოს თქვენს ქალურ, თქვენს ემოციურ ბუნების გამოხატვაში გეხმარებოდათ ეს ადამიანი. არ არის ახლა აუცილებელი მაინც და მაინც რომ რაღაცა ძალიან ენის მოჩლექით ლაპარაკი დაგეწყოთ ახლა ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იყო შემთხვევით თქვენ ცხოვრებაში და იცი რა არის, ანუ როგორც სულმა, რომელთანაც გარკვეულწილად რაღაცა კონტრაქტი გქონდათ დადებული, ჯერ კიდევ იმ დროს სანამ დედამიწაზე მოევლინებოდით თქვენ ორივე, ამ ადამიანმა თავის საქმე გააკეთა და უბრალოდ წავიდა. ანუ ლოგიკურია ის, რაც მოხდა თქვენ ორში. ეს ესე უნდა მომხდარიყო, ესე უნდა ყოფილიყო. თითქოს თავისთავე ამოწუ რა. მოდი ვიკითხოთ, აბა შეძლო კი რეალურად თქვენთან აი ამ გაკვეთილების გატარება? შეძლო რეალურად ისწავლეთ თქვენ მისგან? ო გავიგე. აბსოლუტურად. ხალხო თვითონ ეს ადამიანი ამოდის ქურუმი ქალის სიგნიფიკაციით. და კი, მე მგონია რომ შეძლო, იმიტომ რომ კი. ჯერ ერთი ის რომ უფრო ესეთი გახდით რეალისტი ადამიანი შეიძლება ისედაც იყავით, მაგრამ თუ კი გქონდათ მანამდე სანამ ეს ადამიანი გამოჩნდებოდა თქვენ ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, რომ რაღაცეები რო არ მოგწონდათ, გაურბოდით რეალობას, ეხლა აღიარებთ თუ არ აღიარებთ, ეგ არის ცალკე საკითხი, მაგრამ ტაროს პასუხი არის ეს. რომ მანამდე უფრო მეტად იყავით გამქცევი ადამიანი, რაღაც პრობლემას რო წააწყდებოდით, უბრალოდ გაურბოდით იმ სიტუაციას, კი არ აგვარებდით პრობლემას, გარბოდით. ანუ არ მოვისმენ, არ გავიგონებ, არ დავინახავ და იყავით რაღაცა ცოტა ესე მოწყვეტილი ზოგჯერ ცოტა რეალობასაც და ამ ადამიანის გამოჩენით ბევრად უფრო მყარი გახდით, უფრო სტაბილურიც, მიწაზე მყარათაც დაჯექით და თითქოს ისწავლეთ მიღება იმ რეალობის და იმ გარემოცვის, რაშიც ხართ რეალურად და ზოგადად აი ცხოვრების ტკბობაც გარკვეულწილად. აი აქ სხვათა შორის ორი ქალი დაჯდა რა. ოღონდ ორი სხვადასხვა სტიქიის და მე მგონია რომ ერთი ბევრად ფემინინური იყო უფრო მეტად და მეორე ნაკლებად და აი ეს ფემინინური მგონია რომ უფრო თვითონ იყო და აი თითქოს ეს უნდა გესწავლოთ მისგან და მგონია რომ ნაწილობრივ მოახერხა. მამაკაცების შემთხვევაში კიდევ თუ მამაკაცები მიყურებთ ამ გაშლაში და ამ ვარიანტში ანუ თქვენთანაც დაახლოებით იგივენაირად მუშაობს, უნდა გესწავლოთ და ზუსტად ამ ადამიანიდან გამომდინარე უნდა მოგიხერხებინათ ის, რომ თქვენს ემოციებზე გემუშავოთ, იმიტომ რომ პარტნიორულ ურთიერთობებში მით უმეტეს ეგრეა, ჩვენი პარტნიორიდან გამომდინარე ვამუშავებთ ჩვენს მასკულინურ თუ ფემინინურ ენერგიებს და მოკლედ ეს რაღაცა გადაიტანეთ თქვენზე. და არ მიყვარს ხოლმე ეგრეთ ცალკეულად გამოყოფა რაღაც ქალებისთვის და კაცებისთვის რაღაც ეგრეთ დაყოფა რაღაც და დისკრიმინაციულია ჩემი აზრით, მაგრამ ხო ნუ ეგეთი პასუხი გქონდა. საინტერესო იყო ჩემი აზრით პირველი ვარიანტი. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის ამ გაშლას დავასრულებ
დალაიქეთ, დააკომენტარეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი პირადი კონსულტაციებისთვის ნომერზე 511 14 91 78. WhatsApp-ი, Viber-ი ან Telegram-ი უნდა დამიკავშირდეთ. ოკეი, კარგი, მე ხა გადავალ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ აი ეს სილამაზე. ძალიან მიყვარს ეს დასტა. რა ხდება თქვენ ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? მეორე ვარიანტი, რა ხდება ჩაფიქრებული ადამიანის ცხოვრებაში? და სიგნიფიკატორი თვითონ ამ ადამიანის, ვინც ჩაიფიქრეს. სავარაუდოდ აქ ჩაფიქრებული გყავთ ესეთი ადამიანი, რომელიც არის ძალიან სოციალური, კომუნიკაბელური, საკმაოდ ესეთი პოპულარულიც თავის წრეში. ეხა პოპულარულს ხა მაინც და მაინც არ გულისხმობ ეხა რაღაც რა ვიცი მე, მომღერალს და ხო, ჯერ ერთი რატომაც არა ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში მინიმუმ თავის გარემოცვაში ეს ადამიანი არის ძალიან ესეთი დაფასებული, აღიარებული, ექსტრავერტული ბუნების ადამიანი, რომელიც არის საკმაოდ მიზანდასახული, თითქმის ყოველთვის იღებს იმას, რაც უნდა, მაგრამ ამასთანავე არის ძალიან ემოციური, მგრძნობიარე ადამიანი. სხვათა შორის ეს არის ადამიანი, რომელსაც თავისი ოცნებები ხშირად უხდება ხოლმე და უხდება ესე უბრალოდ ინატრა კი არა, შრომის მოყვარეც არის და შესაბამისად იღებს ხოლმე თავის სურვილს ძალიან ხშირად. მიკითხოთ აბა. რა ხდება მასთან, მის ცხოვრებაში? შეყვარებულია ეს ადამიანი. კი ბატონო, ვიღაც ყავს ვიზეც. ხშირად ფიქრობს, ვისთანაც ისურვებდა, რომ ურთიერთობა უფრო სტაბილური გახდეს, თუნდაც რომ ურთიერთობას მიეცეს ესე. ხო, არ ვიცი რატომ, მაგრამ მოდის ეგეთი ფიქრიც, რომ ისურვებდა ამ ქალთან შვილის ყოლასაც, ხო? მაგრამ რაღაცა მგონია, რომ ვერ ახერხებს ამ ურთიერთობის სხვა ეტაპზე გადაყვანას და თითქოს ჩანს კიდეც ხელი შემშლელი ფაქტორებიც. ეგ ვარიანტიც არ გამოვრიცხოთ. უბრალოდ მინდა ვიკითხო, რა უშლის ხელს ამ ადამიანს, რა უშლის ხელს. ოი. ვაიმე, ხალხო, ეხლა რა ვიფიქრე? ეს ქალბატონი, მე არ ვიცი, ხა შეიძლება თქვენ ხართ, შეიძლება თქვენ დაასრულეთ უკვე ურთიერთობა და ვინმე სხვასთან აქ ამ ადამიანის love story. მოკლედ, სავარაუდოდ ქალი, რომელიც ამ მამაკაცს უყვარს, აქ არის გაშლა მამაკაცზე. პირდაპირ გეუბნებით. ქალი, რომელიც ამ მამაკაცს უყვარს, სავარაუდოდ ან ეროვნებით, ან რელიგიით, ან ასაკით, ანუ რაღაცით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მე მგონია, რომ ჯერ ერთი ასაკობრივი სხვაობაც არის და აქ კაცი უფროსია ბევრად. მეორე არის ის, რომ სხვადასხვა რელიგიები შეიძლება ჰქონდეთ, თუ რელიგიური სხვაობა არ არის, მინიმუმ ისეთი განსხვავებული
ცხოვრების სტილი აქვთ ამ ორ ადამიანს, რომ ძალიან უჭირთ ერთად ყოფნა. თუმცა ეს მიზიდულობა, სიყვარულინება, ემოციები ყველაფერი არის, მაგრამ ნუ აი ეს რაღაცა აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსებზე ყოფნა ძალიან ართულებთ და ძალიან აჭიანურებს მათ აი ამ ურთიერთობას. თუმცა ხო გეუბნებით, წეღანას ვთქვი, აი საერთო ბავშვის ყოლა, ოჯახი, რაღაცა ეგეთებიც ჩანს, სურვილი ყოველ შემთხვევაში მამაკაცის მხრიდან. საინტერესოა. აქ სხვათაშორის ბევრად უფრო მსუბუქი გაშლა, ამ მსუბუქი მხრივ რაღაცა ენერგეტიკულადაც უფრო ესე ლაღად და თავისუფლად მომყვება დასტა. ჯერ ერთი ნუ ეს დასტა თვითონ მიყვარს, მაგრამ ვარიანტიც ისეთია, რომ რაღაცა ბევრად უფრო ესეთია რა, სასიამოვნო სამუშაო. მოდი ვიკითხოთ, აბა ამ წლის ბოლომდე მოახერხებს ადამიანი ამ შიშების თუ კომპლექსების თუ გარკვეულწილად, ნუ ბარიერი დავარქვათ რა ეხა. აი ამ ბარიერების დაძლევას მოახერხებს 2025 წლის ბოლომდე. ნუ 2025 წელს მე ვფიქრობ, ეხლა ამ მომენტისთვის, თორემ იგულისხმება, რომ წლის ბოლომდე, ან თქვენ თუ ამას სხვა წლებში უყურებთ, ესეც მისაღებია. ანუ 1 წლის ვადაზევს ვკითხვას. 1 წლის ვადაზე მოახერხებს ეს ადამიანი, რომ იმოქმედოს და გადადგას მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რაღაც ნაბიჯები ურთიერთობაში. გავიგე. თითქოს ეს ადამიანი ელოდება შანსს ქალბატონის მხრიდან. რეალურად ძალიან ბევრს ფიქრობს, ძალიან ბევრს ნერვიულობს. თავს ისე იჭერს, რომ ვითომც არაფერი, ვითომც არ ნერვიულობს, მაგრამ სინამდვილეში ელოდება ქალბატონის მხრიდან ეს მამაკაცი აი რაღაც, ასე ვთქვათ, მინიშნებასავით თუ რაღაც. აი თითქოს ჭირდება დასტური იმისა, რომ ამ ქალს ნამდვილად უყვარს ეს კაცი და ნამდვილად ამ ქალსაც უნდა მასთან ურთიერთობა. აი ეგეთი რაღაც ჩანს და ამ ქალს რეალურად უნდა. არ შეიძლება თქვენ ხართ ეს ქალბატონი, შეიძლება ვინმე სხვა, მაგრამ მე მაინც მინდა რომ ვიკითხო. ამ ქალბატონს უნდა რეალურად მასთან ისეთ სტაბილური ურთიერთობა? დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, რომ ამ ქალბატონს ეს უნდა. და ახლა ახსნი. მე მგონია, რომ ავტომატურად ამ ქალს აბსოლუტურად განულებული აქვს ამ კაცის მიმართ ემოციებით და სურვილის, რომ რაღაცა შეიცვალოს ამ ურთიერთობაში, ეგრე მგონია. ეხლა რო გითხრათ, რომ რაღაც ისეთი ნეგატიური განწყობა აქვს ამ ქალბატონს, ეგრეც არ არის. მაგრამ უფრო იცი რა ჩანს ქალბატონის განწყობიდან, რომ თქოს ამ მომენტისთვის ამ ქალს აქვს საერთოდ სხვა პრიორიტეტი და ეს პირადი ცხოვრება საერთოდ რაღაცა მეორე ხარისხოვანია მისთვის და ეძებს ეს ქალი რაღაცა გზებს იმისთვის, რომ მისი ცხოვრება გაუმჯობესდეს და გახდეს ბევრად უკეთესი ვიდრე ეხლა. ანუ ამ ქალს აქვს აბსოლუტურად სხვა გეგმები, სხვა მიზნები და თან ეს კაციც არაფერს არ აკეთებს, უბრალოდ ოცნებობს და ნუ ახლა ამ ქალს საერთოდ ხელი აქვს ჩაქნეული თუ ხაზი აქვს გადასმული, რა ვიცი, როგორც გინდათ ისე დავარქვათ. ნუ ამ ქალს საფიქრალში აღარ მოსდის ეს კაცი. ხო იცი რა, როგორც ესეთი რაღაცა საკმაოდ ისეთი მეგობრული რაღაცა ნუ ფრენდზონაში გადის. ანუ რომც მივიდეს ეს კაცი და დაელაპარაკოს ამ თავის ემოციებზე.
და თავის სურვილებზე ეს ქალი მგონია რომ რაღაცა ძალიან ესე ღიმბილიანი სახით დაიმშვიდობება და ეტყვის რომ იცი რა უბრალოდ კარგ მეგობრებად დავრჩეთ, იმიტომ რომ რაღაც ერთ თითქოს ხაზი გადაუსვა ამ კაცს ამ ქალმა რა. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ ისტორია გეცნობათ, შეიძლება ეს ქალბატონი იყოთ თქვენ, თუ არა და შეიძლება ვინმე სხვაც ჩანდეს ამ ადამიანის ცხოვრებაში. მე ხლა შეგახსენებთ იმას, რომ უნდა დაალაიქოთ ეს ვიდეო, დამიკომენტაროთ, ძალიან მახარებს ხოლმე თქვენი უკუკავშირი. გამოიწერეთ ჩემი არხი, გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ეს ვიდეო და ვისაც პირადი ინდივიდუალური კონსულტაციები გსურთ, უნდა დამიკავშირდეთ ნომერზე 511 14 91 78. ეხლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.